მოგესალმებით შემოკარგებო, ეს შეპირებული ვიდეო Sephora-დან. რაც გაინტერესებდა, პირველი ის იყო Estée Lauderis WR. იმედია სწორად შევარჩიე ფერი. ავნახოთ. წავისმინდა ნახეთ საკეთს მაქვს. ანუ როგორც გითხარით და იქ დავწერე კიდევაც კომენტარში, მე მქონდა ეს ადრე და აქ საკმაოდ ისეთ გიყვართ და გინდათ ისეთი კარგი, დიდი დაფარვა, ეგეთი დაფარვა გამტონებს. ძალიან ესე კარგად ფარავს სახეს. კონი ცოტა ღია ვარ ჩემთვის ეხლა ესეთი ღიაც არ უნდა ამეყო, მაგრამ მივხვდებით ჩანი. ძალიან კარგია, ვისაც გინდათ დიდი დაფარვა კანზე, მათთვის არის იდეალური ვარიანტი. აი ცოტა ღია მომიტანე და ხო არ ვიცი, მეკეჩან კარგად ესეთი არა. დიდი დაფარვით. შემდეგ დავტესტოთ ეს Dioris Forever King of Wow Wonders, ამასაც ძალიან აკეთებენ. ნახოთ, ეს ძალიან ხევადი ტექსტურის არის, ხევადია. ძალიან კარგად დაჭდა ფოტოშორის კანზე. ანუ ხევადია, ხელია, ანუ ძიმე არ არის და რაღაცა ძალიან სასიამოვნოდ დაჭდა ესეც კანზე. ნახეთ, ძალიან კარგია ეს Dioris მომეწონა. Estée Lauderis შედარებით უფრო სქელი ტექსტურა არის, თუმცა ამასაც ძალიან კარგი დაფარვა აქვს და კარგია და ეს ძალიან მომეწონა Dioris Glow Skin Glow ძალიან კარგია. ესეთი არა, თითო სუბუქად ჩაჯდა. ძალიან კარგია. ასე დავტესტოთ Armani-ის ეს glossy. ისედაც ფერი არ ექნება წესით და ნახოთ რა. სიმართლე გითხრათ, ცოტა ვერ მივხვდი ის ფასი რა წრის. ნამდვილად არაფერი არ აქვს, მათი ჩვეულებრივი glossy-ა. არ მომეწონა ეს. შემდეგი ასევე რაც გაინტერესებდათ ეს Huda's Oil, ახლა ამას დავტესტავ, ეს მეც ძალიან მაინტერესებს. იმიტომ რომ Dioris ძალიან მომეწონა და საინტერესოა ეს როგორია. ეს არის 29 კანადური დოლარი. აუ ეს ძალიან მომეწონა. აი ეს ძალიან კარგია. აი ეს დაიმახსოვრეთ. ძალიან კარგი, ზუსტად თითქოს იგივე ეფექტი აქვს, რაც Dior-ს ჰქონდა. და Dior-ი $54 და ეს კიდე $29. ანუ ჩემი აზრით ჯობია რომ ეს იყიდო რა. ადამიანმა მოკლედ აუცილებლად შევცვლი და ამას წამოვიდებ ჩემთვისაც. ნახეთ როგორია.